იპოვე ჩვენი არხი შენი ტელევიზორის პულტზე. მაგთი ნომერი 45, სილქნეტი 345, ახალი ქსელები 345, მარტივი 45. რაქნა ჩემამიშიკო? რაქნა და სამოგზაურად მივყავართ მთელი ოჯახი. შენ კიდე ისაკ ვიძახი რომ უსაქმური და არაფრის მაქნისი ქმარი გყავსო. თამუნა მომისმინე შვილო, შენ კი არ გეწყინოს დედიკო, მაგრამ ეხლაც მაგას ვიტყვი. იმიტომ ის ბილეთები შენთან რო უნდა მოვიდეს, ჩემი პენსიის ფულით არის დაყინი. ის გადადებული რაც მქონდა. კაი, რა მნიშვნელობა აქვს? ხომ წავიდა ბილეთების საყიდლად, არა? მივფრინავთ დედა. და რა კაია შვილო, მაგრამ კი არ მიფრინავ. იქ წავიდა დომინოს სათამაშო წავიდეთ მაკაცებთან ერთად და იმ დომინოს სათამაშო სადაც თამაშობს იმის გვერდზე არის ტურისტული. და მივეცი ფული რომ იყიდეთქო ბარემის ბილეთებით ხო მაინც რო იცოდე შვილო. რა მნიშვნელობა აქვს? ხო მოიტანს ამ ბილეთებს და წავალთ რა შენ მიზეზები ხო არ გელევა რა. აი მე დედიკო. ღმერთო იმ დღეს მომასწრო ეგ მიზეზი რომ გამომელიოს მართლა. აი მე ერთი სული მაგ ახლა როდის მოვა? ჩაწეტლუსიკები არ დაგჩეს თამუნა. ჩავდე. აი მოვიდო რა ქენი. მოვედი. ჩვენ მზად ვართ უკვე პრინციპში. გამარჯობა სიძე. ყველაფერი როგორ ხარ? ყველაფერი მზად არის. შეგვიძლია აი გავიდეთ უკვე. აი მე ერთი სული მაგ როდის წავალთ? ისე არ გეზარება? რა? რა ვიცასვლა რა. რა უცნაური იუმორი აქვს. ხუმრობ ხო? აი რანაირად უნდა მეზარებოდეს ბიჭო? რა უნდა გვეზარებოდეს პირიქით ისე გვიხარიო რომ სიტყვებს და ბარქს ვერ ვუყლით თავს. აუ არა და მე მაგრა მეზარება. აი ახლა წამომაწვია და დამაძინა მეტი არაფერი არ მინდა რა. კაი გეყოფ ახლა რა. გავიცინოთ გვეყო. მოკლედ ჩემზე უსაქმური და არაფრის მაქნისი კაცის ნახველი მე არ ვარ. და დღეს დავიძინებ ტილოზე გარეთ. რას ბოდავს ეს? რა შუაში ახლა ეგ სიტყვები? აი რა შენ უნდა მითხრა მე მაგას გეუბნები ახლა მე. რა ხდება მე გავიგე დედა. რას გეუბნებოდი შვილო? ანუ მოიცა. რა ხდება შვილო? დედა რა ხდება? თამუნა დააკვირდი სახეზე მგონი არც ერთი კუნთი არ უმოძრავებს. მე მგონი ხო? კარგი მიშიკო ახლა ხუბრობის დროა კაცო მოგვეცი ბილეთი მომეცი მიდი. მიდი ამოიღე. მიდი ბილეთი. შეეცო ბილეთი დავწერე და წავაგე ჩვენი გასაფრენებული. ვაიმე. რაო? რა ბილეთი დაწერე? ვისათქო კაცო ჩემი ტრუსები ხო ჩადეთქო მაგ მინდოდა რომ. ეხა ბილეთები მოგვეცი, თორემ ტრუსიკი საბარა დაქტოვებ იცოდე. აი რას გეუბნებოდი? მომეცი. აი ხო წავაგე. რა? წავაგე. რა წავაგე? ხო წავაგე ბილეთი. რაში წავაგე? ტოტალიზატორი და აი რა ვიცოდი გოგო ესპანეთი კაბოვერდეს თუ მოუგებდა. გამაგებინე მე რა ვიცოდი რა. აჰა არ დაუჯერო დედას. აი შენზე უსაქმური და არაფრის მაქნისი კაცი მე არ მინახავს საერთოდ. დღეს დაიძინებ გარეთ ტილოზე. ბატონო მაგას ამას იძახდა ესეც, მაგრამ არ დაიძინე. გოგო რა იყო ის მეთქი ჩემს საყვარელ სიდედრს თურქეთში ხო არ წავიყვანთქო. დავდებ მეთქი ფულს იქნება რაღაცა დიდი კუში მოვიგო და ბარსელონაში წავიყვანოთქო, გაიგე. ეგ თემა. ჩვენთვის გაუკეთებია, მიშიკო. მოდი იცი რა ქენი დედა, ქართული ესპანური ლექსიკონი მაინც წამოიღე, ჩაიგდე ჩანთაში რომ ბარსელონაში გამოგვადგება დედა. აბა რა თავის დაზღვევის შენგენაცვალე. აი სიძე. აჰა. მიშკა, ხო. ამოალაგე რა. რა ვახარ ძმა? შედაშები ძმა. გამარჯობა. ბოდიში რა. ჩემოდანი ხო არ გაქვს ზედმეტი რომ ათხოვ რა. ბიჭო, ჩემოდანი ორი გვაქვს უკვე ზედმეტი. ბიჭო, რა არის იცი, ძალიან სასაცილო რაღაცა შემო. აბა რა. ქობულეთში მიმყავდა ცოლშვილი. ხო. და კაბოვერდეს ფრედავსი ბიჭო ესპანეთთან და კანარის კუნძულებზე მიდივარ ჩემწმობას მიცავ. შენ ბიჭო ხო არ აუ შენდით ოჯახი. ვიცია როდის დაწერე შემოსული რა ვიყავი ესპანეთი მოიგებს არ მითხარი? აი ჩემწმობას მიცავარ ბოლო მომენტში რაღაცა ტვიშე გადამეტრიალ. ხო იცი მე რა მაგარი ინტუიცია. ინტუიცია კი დავაიბე დამებრა ოჯახი. ჯიგარი ხარ ძაო აუ შენდი რა. ავწედი მე. მანა ჩაალაგე. კაცი. იცის რა კუში უნდა დადოს და რაზე უნდა დადოს. ეძახე ლენჩი შენ. ხო, ლენჩი. კი მიყავს ისა ცოლშვილი, ხო მაგას ვამბობ. კი მიყავს ცოლშვილი იმაზე, კანარის კუნძულებზე. აიყვანოს. ისე შეგაჭირვებულ ვარაფერში რო არ გიმართლებს. რამ დაგადებინა ასეთ თამაშზე, ჰა? რა ვქნა? ყველაფერი გავთვალე ესპანეთს
აი, აუცილებლად უნდა კაბო-ვერდეს რო ვერ მოუგებ ესპანეთი, კარგი რა, გათვლი, მაგრამ ისე მეუბნები ახლა გეგონება შენ იცოდე ფეხბურთის რამე. ერთი წუთით რა, რას ქვია ქალებმა რა ვიცით ერთმანეთს. ამდენი გუნდი რომ მიაბიდა, ყველა ანგარიში რომ წამოვიდა, ის ერთი გადააზღვიე ბიჭო რა, იგრძენი შენი ფსონი რა, გადააზღვიე ესპანეთის შედეგი. დანარჩენი მიები ესპანეთი დააზღვიე, მერე დადე მეტი კუთხურები რაღაცა, რატომ ვარდებ კუთხურებზე? ნაკლები ყვითელი დადე, მე რომ მიყურებ. ეს სახლი და აგარაკი ძმაო, ეგრე კი არა მაქვს მე იქ მართლა მუშაობით და წვალებით, ხო? ფსონზე ვდებდი ძმაო. მოდი მკითხე, დაგარიგებ რა. დაგამადლე შვილო რამე. მოდი რა, მაგრამ არა, სხვანაირები ხართ ეს თაობა, ძმაო, ეგრეა. ვა, დედა. საით? არ ვიცი. მოკლედ რა, შენ თავს გეფიცები? შემდეგ წერს უეჭველი წაგიყვან დასასვენებლად. აი უეჭველს გეუბნები რა. აუ ძალიან იდიოტი ხარ მიშიკო რა. შემდეგ წელს რა იცი წინასწარ სად წამიყვან? ვიცი, არც მსოფლიო არ უწევს და არც ევროპა. და მექნება რაღაცა გადანახული და აღარ დავდებ არაფერს, აღარ იქნება რაღაც. არა უშავს, რაღაცა იქნება. შენ ისეთი მარჯვეხა რამე თამაშს მაინც იპოვი მალაიზიის რომელიმე დივიზიონში. დავიგეთ, რომ ფეხბურთი იცი დედა. დავიგეთ. არ მინდა ამდენჯერ შეხსენება. ისე ჯერ არის ეს დასასვენებლად წასვლა რო აიდეხე რა. წახვალ ხე 1-5 საათი გზაში უნდა ამოვიხუთო, მერე ჩახვალ პაპანაკება სიცხეში რაღაცა მაზები უნდა ისვა სახეზე და დაწვე და აგეწვა ზურგი და რა დასვენება ეგ არის. მე რა ეხლა იცი რას ვფიქრობ, რომ შენ მე მგონი პლაჟზე გაუსვლელათაც აგეწვება ეგ ზურგი. რაღაცა ესეთი სუნი მცემს. კაი, გეხვეწები დედა შენ სუთხარ რამე ხა. შენ ხო გეუბნები, რატო არ მიჯერებდი დედა? მაცადე რო გაცდი ვიდი მაშინ შენ. მიშიკო რა ვუყო ამ ტანსაცმელებს შალაგებული რომ ამოალაგე ძვირფასო. რა მოვალაგო ბიჭო 3 დღეა ვალაგებ. ხორი თუ ეგ აქვს რომ ამოალაგო დარჩენილი მეტი რა გინდა? ვერცად ვერ მივდივართ მაინც და ადარდი ამას ადარდე. გაუსკდა ჩემშვის გული. აი შენ ხარ საშინელი ქმარი რა. აი საშინელი მოთამაშე აზარტული. ცუდი. ახვარი. ხო. და შენს იქნება უთხრა რომ არ უნდა მითხრას. ხელი ჩაწიე ბიჭო. რა ვქნათ ახლა სად წავიდეთ? რავი, ჩემთან წავიდეთ სოფელში. ისე შვილო რა ამის ბრალია, ესპანეთმა რო ვერ მოიგო. აბა ვისი ბრალია? ოჩარ დედა? ვისი შვილო და დელა ფუენტესი. ო მაგის ფეხები და ვისი? ახდება. ეგ არის შვილო. ყოჩარ დედა. მე ხო ვიცი არა, ეხლა მე მქონდა რა მაგასთან. ესპანეთს რო წააგებდა, მე რა ვიცოდი. ხო არა, საიდან უნდა გქონდა ის ამბავია, ხო ხვდები, მანდ ეხლა უნდა გარისკო, მაგრამ ეხლა შენს ვერ გათვალე შვილო. რას გავთვლით? რა დღეში ხართ ხალხო? იცი სად წავიდე ახლა? აი სად წავიდე დასასვენებლად? ჩემთან სოფელში წავიდეთ. ჩემთან სოფელშიო? კი, მაგრამ შენ თბილისელი ვარო, იძახი და სოფელი არ მაქვს და რანაირად? ხო, მე ხო სოფელი არ მაქვს ისე, ეგეც მართალია. ვის შეიძლება სოფელი რო კონდეს და სოფლელი რო იყოს, ა? ნუ მიყურებ, ნაგლო შენ. ეხლა მოგინდა ხო ჩემი სოფელი? ხო, მომინდა. სოფლს რომ ეძახი სულ, გამპალო. მოდი. ვა, გიო. იჩკა. აღარ მინდა ზმა, მადლობა. რატო არა? აბა იქ მივდივარ დასასვენებლად. კურასაოს დედა რომ კაროჩე რა, კურასაომ გამისხა ძმა რა. მაგალო მომენტში დავდექიმე. როგორც კი რა მაქო წინასწარ ინტუიცია და რაც უნდა. ხო, მაგარი. რამ დაგადებინა? და მოვკვდე ვარკეთში ამ ზაფხულ გამოვხდი. არა უნდა დაედო მაგაზე ახლა არც ვარიანტი. ხო, მიდი რა. ბიჭო აქ რო დავრჩი 1-2 დღე სანამ ჩემი ცოლისა და დამშვიდება. ბიჭო, მეც მაგდებენ, მე მგონი ძმა უნდა დავწვე ფეხის სტილოზე ახლა რა გინდა. ფეხი მე მეც რო მიმა. გადი ძმაო ახლა შენ შემოდი. მუნათან რა. ხო, ადი ზევით იმასთან რა ქვია. კაპანაძეებთან და დადეგი. აუ კარგი, მართლა რა ვქნათ ახლა მითხარით. მთელი ზაფხული უნდა ამოვიხუთო თბილისში ბიჭო. რა გავაკეთო რა გავაკეთო ახლა. მე რა ვიცი რა უნდა ვქნა. არანაირი პანიკა და არანაირი დანებება. ლეპტოპი მომიტანეთ. აგერ არის ლეპტოპი. რა შეხედით ორივე. მოიცა რა აბა რა არის. შევედით, ეგ არის. მოიცა უნდა ითამაშო კაცო. ერაშუები. მიდი. 4 მარწყვი. 4 მარწყვი, მიდი. ეგ არის. დაჯდა, აეგრე. ომნიბასის ფული ამოვაგდეთ. იეს, აეგრე, დედიკო. სად მივდივარ? ქუთაისში შვილო, ჩავალთ, ერთ წრეს დავარტყავთ, დავათვარიელებთ და წამოვალთ ისევ უკან. რაღაც ამ წყურის ხო მაინც მოვიკლავთ. ის აეგრე. მიდი ჩაალაგეთ.
წავედი რა ფეხის სტილოზე რა ისევე რა თმინდა შენი თავის გიო და მერე ბიჭო შენ რატო არ ეუბნები შესაქმეს მე ხო დაგაბარე შენ ბიჭო მე რო გეუბნები საკმარისი არ არის თუ რა გინდა ეხა შენ ბოლო ამიხსენი ხო და ეგრე ბიჭო всё აღარ გავიგო მე კი ცხოველა თქვა და ეგრე იქნება ხო და всё ბიჭო დავაი მერე დავაი ამ უძდელს უყურე ერთი რა აუ 7 საათია ბიჭო აუ ლაივი უნდა ჩავთო ოპა ესე იგი ხა ჩავთოთ всё ესე იგი ვეგე რამოდენიმე კაცი შემოვა კაი დავიწყებთ ნუ მოკლედ მოგესალმებით ჩემო ერთგულო გამომწერებო და გთხოვთ რა ვინც არ არის ჩემი გამომწერი გამოიწეროთ ჩემი არხი ცხოველა 777 და გააქტიურეთ ზარისღილა კი რათა არ გამოგჩეთ ჩემი ვიდეოები ასევე გეტყვით რომ ამიკომენტაროთ თუ რა თემაზე გსურთ ჩავწერო შემდეგი ვიდეო და მემბერის გულები გამისპამეთ არ დაგავიწყდეთ რა კიდე ხა რაც შეეხება რეკლამის სრულებს გეტყვით რომ მომწერეთ ნებისმიერ პლატფორმაზე და მე უპასუხებ თქვენ ყველა კომენტარს მაგრამ სანამ კომენტარს უპასუხებ რას ვაკეთებთ ჩვენთან ეზოში მიხო პაპას ლუდი ჩამოასხი და დალიეთ 2 ლარად 3 ლიტრა კაია ბოდიში ჩემ გამომწერებს კარებზე მიკაკუნებენ და ეხლავე შემოგიერთებით შემოდი ვა ბიჭებს გაუმარჯოს ყველა შეგნებას ვენასვალე რავახარ ბრაცი რა შვილი ბიჭები ხო ხარ ხო არ მოვედი არა ბიჭო ხო მშვიდობა რა ცუდოს რა ხდება ხო რაღაცეები ხდება რა გაროჩე რა საბაზრო გვაქვს რა და თუ ვა დავაი ბიჭო როგორ ამცალია ისა პროსტა TikTok live-ში ვარ რა და ხოაზე ხარ სიმოთო როგორ ამცალია დავაი დაჯექით რა ბიჭო ინფლუენსერობა დაიწყე თუ რა არის შენი საქმე არაა ბიჭო მე რა დავიწყე ვიგე გიქნება შენ მე რა დავიწყე თუ გაიგი აბა რა კითხვის მისვე ბიჭო არაში გაინტერესებს მე რა დავიწყე მან დაჯექი და თუ რამე საქმეა დამელაპარაკე ძმაო აზარია ბოდის მოვუხდი ჩემ გამომწერებს დიახ ჩემი მეგობრები შემომიერთნენ და კაი დავაი აბა რა ხდება ბიჭო რა თემაა იცი ცხოველი კაოჩე მესამელი როა თედო შენ იცი ხარ ეგა რა თედო რა თედო რა უნდა ბიჭო ფული რო ქონდა მოსატანი რა ჩვენ თემაში რა ხო მე მესამ კაოჩე მაგ ფულს არ გადავიხდიო რა და რავი თუ ვინმეს რამე პრობლემა გაქვთ მესამეში ამოდითო ძმაო რა რაო ბიჭო მაგ ფულს არ გადავიხდიო ვინ შეჭამ თედო თქვა მაგ ფულს არ მესამელმა ხო მესამელმა ხო და ძმაო მაშინ ეხა ჩვენ ვაფშე რა ვქნათ იცი იმენა დავირაზმოთ სასტავი ვინცა ვარ და ვაფშე ყველა ძმაო 4-ვე თუ 5-ვე თუ 6-ვე თუ რაც იქნება ავადგეთ მესამეში მაგრამ სანამ მესამეში ავალთ რას ვაკეთებთ მიხო პაპას ლუდი მომძამდით ჩვენ ეზოში და მიირთვით 3 ლარად 4 ლიტრა ლუდი უგემრიელის რა გინდა თომას გავიზე ერთი წამი ვაფშე ვერ გავიგებ რა მანამდე რას ვაკეთებ მაგარი ლუდია ერთი წამი ბიჭო ერთი წამი ვერ გავიგე რა მანამდე რას ვაკეთებ რას აკეთებ ბიჭო პატარა რეკლამების პონტია შემოდის და ანაზღაურება და რაღაცა და ხო ხტები ფულის პონტში რა ფულს იმას მიშვებიან ფულს ვაკეთებ ეხლა რა უნდა ვქნას კაი თქვენ დავაი გააგრძელეთ რა ბიჭო მომისმინე კაოჩე როგორი თემაა რა ეხლა თუ ავალთ რა ვიქნებით ესე იგი მე ხუსკი ასნია თავისთავად შენ და კაოჩე მთლიანობაში 6 კაცი დავადგებით მაგას რა თედოს რა ბიჭო ესე იგი ანუ 1-6 კაცი გავიჩითებით ხო 6 კაცი უეჭველი ვიქნებით ხო რა ბიჭო 6 კაცი თუ ვიქნებით მაშინ მე შემიძლია გადმოგცეთ თქვენ 6 კაციანი ვაუჩერი მიხო პაპასთან შეგიძლია ჩაბზანდეთ მიირთვათ 4 კათხა ლუდი 1 ბოთლი არაყი და კანჭის მენიუ 12 კაცზე მიხო პაპასთან რა გინდა ძმობა ესეთი გემრიელი საქმის გარჩევა ცხოვრებაში არ ქონია მეგობრებო მინდა გითხრა ოპა ჯიგა ბიჭო თქვენ ბიჭო შიხუ არა გაქვთ ერთი წამი სერიოზულ საქმეზე ამოვედი შენ რაღა დაგემართა შეჭემა სერიოზულ საქმეზე ამოვედი ცალაპარაკოთ ბიჭო ტიპს ფული აქვს მოსატანი და არ მოაქვს და ცხოველად გარეშეო მაგასო პროსტო ვერ მოვაგვარებო ძმაო და შენთან ამოვედით მაგ თემაზე და რა საკეთებ ძმობას ბიჭო პროსტა მე მაგ ტიპზე ისეთი რაღაცეები გავიგებ რატო აქ მაგას ვერ ვიტყვი გურიკამ ისეთი რაღაცეები მითხრა მაგაზე ძმაო აი შანსი რატო ვერ იტყვი ძმობას გავიცემ ამიქცენ ბიჭო არ არის აქ სათქმელი და ვერ ვიბაზრებ ეხლა მოყევი ძმაო რაც გინდა მოყევი მეთქი ამოთახიდან არცად არ გავა ბიჭო არაფერი ძმაო და იცი რატო არ გავა იმიტომ რომ ჰერმეტიქსი თავაზობთ მაღალ ტექნოლოგიური მეტალოპლასმაზე კარტფანჯარად რომელიც ჰერმეტულად გამოყოფს თქვენ სივრცეს და ახშობს ხმის 95%-ს
მაგის არ გავას. მობას გაფიცებ გაგვაგებინე, აი პროს რა. რა გინდათ ბიჭო თქვენ ვერ გითხარი ძმაო რომ ორ კაპიკს რაღაცას ვაკეთებ და რამე პრობლემაა თუ რა გინდა მეთქი ბიჭო შენ ბოლო მითხარი იმ უბრინდა ფული ამოიღე თუ არ ამოიღე რა უბრალოდ კაროჩე ვიყავით ძმაო თედოს თემა ხო გაგიასნეთ ეხლა როგორ თედო ხო უბრინდა ფული თუ ამოიღეთ მეთქი რაღაც ჩვენი კუთხის აფთიაქი რო არის ხო აზე ხარ მაგათი მივედით ძმაო და ფული არ მოგცეს მაო იმენა ცხოველა მოვიდესო და მაგას მივცემთო ცხოველა მოვიდეს და მივცემთო მაგას მივეციდო ძმაო მე გადაუხარ მაგაფთიაქს ბიჭო თავი დაანებეთ მაგათ ფულის მაგრად კოსმეტიკური ხაზი გამოვართვი რა გამოვართვი რა კოსმეტიკური ხაზი კოსმეტიკური ხაზი ძმობას გაფიცე ბიჭო გამომშალკანს აბა შენ დამიტენიანე ძმო რას ქვია რა თმინდა შენ ძმობას მიცავ რა თმინდა ძმაო და გამომშალი კანი მაქვს ეხლა თან ბიჭო ხალხი ვარ ჩვენ ძმაო ისეთი საქმე გვაქვს რომ სუ დაძაბულში ვარ და სუ დვიჟენიებში ვარ და კაროჩე ძმაო 1000 რაღაცა სუ მოჭიმული მაქვს სახე ეხლა და აბა რა გინდა იმენა ვერ გავიგე გამომშალ სახისკა შენ დამიტენიანე ძმობას გაფიცე არა ხოდავშიო ძმაო რა მეგობრებო ეს არის ჰიმალაის მარილები და იაპონური ფუტკრის თაფლის რძისგან დამზადებული კრემი, რომელიც შეგიძლია წაისვათ და აი კანს უბრუნებს პირვანდელ სახეს რა. ძალიან მაგარი არის რა. აი ძალიან მაგარი კრემია მეგობრებო. ვიღაც უყვერდას. რა გინდა ცხოველი ბრატ? აუ ნახე რა კრემია შეწმობას ვიცი. ჩვენ ერთი წამი მომისმინეთ ცხოველი ძმა ეხა ამოვედით რაღაცა სერიოზული საქმეზე გვინდა და გვესაუბრა და რაღაც TikTok-ის ლაივი თუ რაღაცა ის რას აკეთებ რა ლუცო რას მტკაცუნებს და მანამდე რას ვაკეთებ და სახეზე იზილავ ბიჭო რაღაცა და ვიცი სიმო რა როჟაც ხარ და რასაც რა ცხოვრებითაც გიცხოვრია და რა გინდა ძმაოში ბიჭო რამე არასწორი არის ბაზრო 2000 კაცი გვიყურებს რა 2000 2000 მად მენტი არ იქნება ვინმე ბიჭო რა გამო გათიშე ვაფშე შე ბიჭო მე მენტი რომ მე ძმაო ის გამომშალი კანი არა აქვს თუ სახე არ უწდება თუ კრემი არ უნდა თუ ადამიანი არაა ბიჭო რა შუაშია ძმაო ჰიმალაის ზღვის მარილებით და იაპონური ფუტკრის თაფლის ძისგან დამზადებული კრემი რომელიც ნამდვილად აღადგენს კანის ფორებს და დაუბრუნებს პირვანდელ სახეს ვაფშე ვიღავს ძმა ბიჭო რა ვიცი მაგრამ ერთ რაღაცას ვაგვირდები ეხა შენ ზობას გაფიცებ ეხა რამდენი ხანია ამოსულები ვარ და ერთი 20 რეკლამა გააკეთა. იმენა საუბრ ბრატ, კი რა. გაგჩით ზობას გავიცე. ამ სირბილს და იმას აღარ ჯობია ზობას. ოპა, გაგისწორდათ ხო? გამიცორდა რომელია და 20 მოიცა, მაშინ სანამ ჩემი მეგობრები შემოგვიერთდებიან, რას ვაკეთებთ? აბა რა, მიხო პაპასლუდი. ჩამზანდი ჩვენთან ეზოში და მიიღეთ 3 ლიტრა 4 ხარად. მოკლედ ჩვენ დაუბრუნდით, ჩემო გამომწერებო. და გეტყვით, სახე დაგეძაბათ? არ ინერვიულოთ. მაღალი ხარისხის სარელაქსაციო ნიღბები მხოლოდ ჩვენ ონლაინ მაღაზიაში, მეგობრებო. ჩემი სახისგანი ურბილესია, მეგობრებო, აი უბრალოდ ეს ფუტკრის რძე ყოფილა რაღაცა უნიკალური. კი, ძალიან გეთანხმები, ურბილესი სახისგანი მაქვს, ურბილესი სახისგანი რა. მაგრამ სანამ კრემს წავისმევთ, რას ვაკეთებთ? მიხო პაპასლუდი. აუ, სააღოლ ცხოველო. სააღოლ, ვაუ, იმენა. ამას ეხლა წამოვა ეგრევე რეკლამები და შეძბობას მიცავ რეკლამა თუ არა იმენა. ისე მაყრის ლუდებს მიხო პაპა, თალკე ფული, თალკე ის. კაროჩე რა გინდა. ეს მაგრა გამისწორდა, მაგრამ თედოზე რა ვქნათ, წამო დავადგეთ უბანში შენ როგორაც მაგას. რა ვქნა მაგას გავარღვევ შუაზე. გუსა ხო დაშვები ჩემო პრინცო აი სამსახურის რაღაც მეებზე ჩათაობდა მორჩები რა აი მორჩი ხა ხო თუ გიყვარ ვარ თუ გიყვარ მე ძალიან ფილმს უყუროთ რამეს რა რას უყუროთ მე რა მიყვარს მისტერ და მისის მიტევი ჩართო მიყვარ ხარ კარგად დაარტყი ხელი აი მოიცა მოდი ხა და უყუროთ ისე მე რამდენად უყურეთ ამ ფილმს დედას გაფიცე აუ კაი ჩემ ხო იცი რა მიყვარ აი ამას მოდერი მომენტი ვინ არის ბუსა შოთა სამსახურის ამბავზე მიდეკავს რა ო კაი გადადე ხო ტელეფონი რა მის თავი არა მაგ ხო იცი ეს არის 2 საათიანი ამას თუ უპასუხე რა ვიცი ხო და გადადე მოჩა გოგცავთ 2 საათი ვერ გაძლო ხა უჩემოთ რა რა ხდება ვასო? აუ რაღაცა ვერავარ რა. უცეში რაღაცა. კვერცხი რო შეწვი, რაში შეწვი? კარაქში აუ კარაქში რატო შეწვი რა? ზეითუნიზეთში შეგეწვა რა. აიმე რატო? რავი შევალე ხარ და. ცუდად ხარ ბუსა? ისე რა, ცოტა ისე რა, ძალიან არა უყურე. აუ კაი რა. ხო.
დაშვები? ო, სახლში ვარ. მეც მომენატრე. ხო. აბარა. ჩემ ცოლთან ვარ და როგორც კი მოვიცდეგები დაგიდიკავ, კაი? ბუსა. ვის ელაპარაკები? ესა შოთა არის რაღაც იმაზე ლაპარაკობთ სამსახურის ამბებზე რაღაც. კაი, მე ვაგზელებ ყურებას. კაი. კაი დაგიდეკო, კაი. არა, ეხა ვერ გამოვალ ეხა, შანსი არ არის და ეხა ვერ გამოვალ და რომელი საათი. კაი, მეც მიყვარხარ. კაი, შო, კაი. კაი. აუ ბუს მშვიდობა გაქვს. კი, რაღაც ცოტა ეს რაღაც. არა, გავაგზელოთ რაღაც ცოტა ეს. წამალი ხო არ დაგალევინო. არ მინდა წამალი რა თქმა უნდა. რაო ბრეტინს ყვა ბოლო ანჯელინა ჯოლი უყურს თუ არ უყურს ვერ გავიგე. უყვარს აბარა. რა კაია. აი ხაია ეს მომენტი არის აი ჩემი ყველაზე საყვარელი მომენტი რა. აუ ნახეს პირველი კოცნავდი. აუ ისა რა არის ბუსა? წყალი დამჩა უეჭველი მოშვებული რა და დავკეტავ და მე დავკეტავ თუ არა იყავს მე დავკეტავ იყავს შენ უყურე გიყვარს ეგ ფილმი გიყვარს გააგზელო? გააგზელე ხო არ დააპაუზო კაი. ხო გთხოვე ხა მე რები არ მომიშალო რა ვიცი რომ მოგენატრე გავიგე ხო გთხოვე რომ არ დავერეკო მეთქი ცოლთან ერთად კინოს უყურებ მეთქი მისდე და მისის მიტებს ხო რა მე შენთანაც ხო უყურე მაგრამ დამაზე პირებით ეს ფილმი კაი ხო არ გინდა ხა ვიდეო ჩართე და რაღაც ესე ჭამგი ხო აქ ვარ ხო რაღაცია მე რო გაჩუქე აუ ეხა ვერ გამოვა დაიძინებს და მე გამოვალ არ ვერ გამოვალ ეხა ბუთო ჩემი საყვარელი მომენტია ჩემი საყვარელი მომენტიც ეხავე მოვდივარ ერთად უყუროთ აბა რა ხდება ოახჩი ეხლა უკვე ნერვებს მიშლი ხაბსო ეხლა უკვე ნერვებს მიშლი გითხარი ვერ გამოვალ ცოლთან ერთად ვერ გამოვალ всё მორჩა აღარ დარეკო გითიშა ვეხა იცოდე რატო დალიე ნასვამი ხარ აუ გათხლეშილი ხარ გათიშე всё რა ხდება აბა მოდი გეხვეწები და ჯექი რა გავაგზავნოთ ახლა ყურება რა გჭირს აუ რაღაცა ხელები მაქვს ის ეტყობა კონკანი რო გავაკეთე ეტყობა მაგიტომ ეხავე მოვა ტელეფონი მჩებოდა იყავს ტელეფონი არა ისურზე ვნახავ როგორ იკეტება ის კონკანი და ის ხელის ისა გავაგზელო გააგზელე შეგოგო ნორმალური ხარ ხა ნერვი არ მომიშალო გითხარი ერთხელ სამუდამოდ შეიგნე რა ვერ გამოვალ ადამიანო გავიგე მოგენატვე გიყვა გავიგე მაგრამ ვერ გამოვალ ხა მოითმინე ცოტა ხანი მოითმინე დაიძინებს და გამოვალ რაღაცას მოვიფიქრებ აუ ეგ როგორ გიხდება აბა მობრუნდი ბუსა სროლის კადრია ესროლე მირა შო გითიშავ ეს უკვე ნამეტანია ეს უკვე აღარ შევ რა ქნა ესროლა მშვიდობა გაქვს კი მშვიდობა არის უბრალოდ რავი ეს სამსახური ცოტა რა ისე რა რაღაცაი რა წამალი ხო არ დაგალევი არა წამალი არ მინეტყვე რაღაც ის ძალიან ცხიმიანი იყო ის კვერცხი რო შეწვიეთყობა და რაღაც ესა მოზე კაი პირდაპირ რომ აღარ შეგიწვავ ეგეთ არა პირი შერაშუაში ხალხო მე მაქვს ის სუსტი მიკროფლორა მაქვს აუ ნახე ჩემთანს გაფიცე ცეკვის კადრი გიჟდები ხო კი მაგარია ერთი წუთი ნახე ლა ერთი წუთი ეხავე მოვა ასო რა არის რა არ და უჩემოთ ხო ვერაფერს ვერ აკეთებ შოთა ხო შოთა კი არა გოგო ჯერ ნორმალი ეხა მართლა ვიცი ნერვებს ნუმიშნი ეხა ერთხელ სამუდამოში ვერ გავიგე რა ნერვებს ნუმიშნი რა ეხა ვერ გავიგე რა გითხარი რომ ვერ მოვდივარ ხო რა არის გაუკვებელი ეხა ვერ გავიგე რომ მოგენატრე გავიგი ადამიანო ფილმს უყურეთ და ჩემცოლი მორჩება და გამოვალ მორჩა всё აღარ დარეკო გავთიშავ ეხა იცოდე ყურიც საერთოდ აღარ დამირეკაო გავიგე რა გაიგე ბასო შოთას რატო მოენატრე
რა ვიცი რაღაცა ის წინა სამსახურში ხელფასი არ დამერიცხესო და იქნება მე მის შეამდგომლო და რაღაცაო და მეც არ ამიღი ამასა აუშველო. შო, კარგად იყავი, კარგად. ჩუს, ბაი, შო მორჩა. ვა. ანუ ვერ გავიგე მართლა რა ხდება რა ახლა? ხდება რა? რა რა ხდება? ხდება შოთას ველაპარაკებოდი რაღაც რა. ეჭვიანო ფეხა შენ? არა, ვეჭვიანობ რა შუაში. არა, ეჭვიანო ფეხა შენ თუ რა არის, ვერ გავიგე. არა, ადამიანი, უბრალოდ მინდა რომ ფილმს ერთად უყურო და გარბი ხარ ახლა ყოველ წამს და ცოტა ვერ მივხვდი. გამომართ. აუ. არა, გამომართვი. კაი, რა სისულელეს აკეთებ ხარ? კაი, გეხოცე, შენ თუ ეხა იმას ფიქრო რომ მე ვიღაცას ველაპარაკები და რაღაცა ვითომ ვიგონებ და ვითომ რაღაც მოგონილი არა, გამომართვი და ნახე. შეურაცხყოფას ნუ მაყენებ, გაიგე? ჩაიდე ხა ჯიბეში ეს ტელეფონი რა. გიჟი ცოლი გონი ვარ, შენ დავადმყოფი? არა, რა ხარ ეგეთი ვიცი ეხა. ეხა მაკლია ეხა კაცო, ვიცი რომ გიყვარვარ, ნუ ხა დუდღუნებ ეხა და უხუროთ ბუთუ რა. რა არის ეს? ისევ საპირფარეშოში მიდიხარ? კბილებს გამოვიხეხავ და მოვალ, ხვალდრით დამავიწყდება სამსახურში მომივალ. კაცო, იცი რა მაინტერესებს? მესიჯის ხმაზე კუჭი რატო გეშლება? კაი, ეხა ეჭვია. ნახე. აიმე, ბიჭო. ნახე. რა შუაშია? არა, ნახე ადამიანო, ნახე, ესე შენ ეჭვია, ნახე. ბიჭო, ტელეფონი რა ნახე. შუაში უბრალოდ რაღაცნაირად იმთხვევა, ხო ხდები რა და ეხა ხმაც არა მოვიღო? ეხოცები რა, სისულელე ნუ აუ ის ერთნაირები ხართ, რა თუ ჩემო ეს ქალები, გამაგიჟებთ, ვინახართ, თქვენ, ვინახართ, საერთოდ ან შენ ვინახარ, შეშობელძაღლო, რა ვერ გაიგე, გოგო. ეხლა ცუდად არ მithქვა. ნუ მირეკავ, ეხლა ეჭვიანობს. საერთოდ აღარ დაგირეკავ, იცოდე? საერთოდ აღარ დაგირეკავ. ხო, აღარ დაგირეკავ საერთოდ. მეცდები, რამეს მოვიგონებ. მოდი ბუსარა უყურ. სად მიდიხარ? ნაყინს მოგიტან და მოვალ. არ მინდა ვასო რა ნაყინს მომიტან. ნაყინი მომიტანი თქო, რო გთხოვე შენ მითხარი ხა 2 საათია რა გაჭმევს ნაყინსო და ეხა მე ცია შენს გამო არ მეზარება, ავდგები და წავალ ხა ნაყინს მოგიტან. არ მინდა, ეხა შენ არ გეგონოს ეხა რომ მე ისეთი ტიპი ვიყო რომ რაღაცა ცოლს თუ რამე ჭირდება, მე ავდგები და ეხავე წავალ. არა ვიცი ბუსა, მაგრამ კაი ეხა საწახვა ან ჩაირბენ ვერ გავიგე. ვიყიდი, ჩავირბენ და ვიყიდი, უცებ ამ ნაყინი ხო გინდა? ხო და მოგიტან. ახარ მინდა და მაღაზია ყველა დაკეტილია უკვე და ერთადერთი მაღაზია არის დიდი ღომში რაღაცა დიდი სუპერმარკეტი და მან წახვალ ეხლა. წავალ, შეიძლება საცობი იყოს, მაგრამ წავალ. ცოტა ხანი დამაგვიანდება. წავალ, მივალ, იმნა მენაყინეს ნაყინს გამოვართებ და მოგიტან. ბიჭო, ვარკეთილიდან დიდი ღომში ნაყინის გამო უნდა გახვიდე? შენს გამო ცია თუ გინდა წავალ ბათუმში და იქნე ჩამოგიტან ნაყინს. ჩემი რომანტიული. აი, არ მინდა ნაყინი, მოდი აქ. გაიხადე და დამიჯექი და მისკოპტი და ვუყუროთ. არ მინდა ნაყინი რა. გავაგზავნოთ ახლა ფილმის ყურება. მოდიბუთ. აი ნახე. აბა. ნახე აი, რაღაც მომენტებში მე ხო ანჯელინას გავარ ხოლმე და. კი, როგორ არა, აბა რა. აი. ძალიან რა მაგარია, გიჟდები. ის აქ ნახე ეს კაცის კადრი როა. მაგარია, ძალიან მაგარი კადრი ეს მეც მიყვარს. მოდი ახლა წავალ მე ზეც გამოვცვრი და მოვალ. მანქანაზე ზეც გამოვცვრი მოვალ. მანქანაზე ზეც საათია რა, მანქანაზე ზეც. არის 24 საათიანები ზეთის შეცვლის ესე რა ქვია, მომსახურება არის. ფასო, გუში ხო გამოცვალე ზეთი? გუშინ გამოცვალე ზეთი. ისა ხუნდები შევცვლი. ხუნდები გამოცვალო, იმიტომ რომ რა ვიცი რა, მაინც ძველი ხუნდები. ფასო, ხუნდები დღეს გამოცვალე და რა ხდება? რა ხდება? ხო, რა ხდება? ბენზინს ჩავასხავ, ბენზინს გავავსებ ბაქს, იმიტომ რომ ყოველ დღე რავი 10 ლიტრი მინიმუმ 10 ლიტრი იმატებს ბენზინი, მინიმუმ. ფასო, ელექტრომანქანა ყავს, რა ბენზინს ჩააწყავ. რა ხდება? გამარკვიებ. მაშინ გავალ ბენზინზე გადავიყვან და მოვალ. ფასო, მე მგონი რაღაცა სახიდან გაპარვის მიზეზები, აი ვერ ჩამოყალიბდი. ეხლა შენ თუ მართლა ეჭვიანობ, აი უბრალოდ აი არ ვიცი რა, არჩენი ნაჩუქარი ქურთუკი მინდა. ნახე. აუ. ფასო, ნუ იცი ეს რა. ნახე. როდის მიკადრებია ეგეთი რა? ნახე. არასოდეს. არა, უნდა ნახო. არ მინდა მეთქი, კაცო, გაწვი. ნახე, გეუნები, ნახე ეხლა გეუნები მართლა რა. აუ, ეხლა დამანებე თავი. შენ თუ გონია რომ მე მესიჯები, ვიღაცას ნახე.
არა, თუ ეგრე არ მithქვამს. ეგრე ჩანს. არა, ბუსა, უბრალოდ ხო ხტები არა, მინდა ფილმს უყუროთ გემრიელოთ. ბუსა. მართლა ხო არაფერს არ რაკეთებ? აი, რა გეხვეწები რა, რა სისულელეს ლაპარაკობ რა. შენ ხო ის ტიპი არ ახარო, ვინც იმას იმაშობა, კაი, გეხვეწები რა. კაი. სელფი არ გინდა გადავიღო? არა, ყავას მოგიტან ბუსა, ხო გინდა ყავა? გემრიელობებსაც მოგიმზადებ, ხო? კაი, მინდა. გინდა ხო? კი, მინდა, კი. კაი. სასუსტავები მევასება, ხო იცი? კიდე რეკავს. არ არის ნორმალური გეუნები რა. უყურე ხა კიდე რეკავს. აი შენ გოგო მართლა ეხლა უკვე ნერვები მომეჩალა. ეხლა უკვე მართლა ნერვები მომეჩალა. გითხარი ერთხელ სამუდამოდ ცოლთან შეიგნე ერთხელ სამუდამოდ ცოლთან ერთად და ვერ დაგელაპარაკები. მორჩები, დავაძინებ და გამოვალ. გაიგე? დავაძინებ და გამოვალ. ვის აძინებ? ვის ელაპარაკები? შოთას! აუ ეხლა ბასო მარცაჭკუიდან არ გადამიყვანო. ვის ელაპარაკებოდი მე? შოთას, ვის ელაპარაკებოდი? რა ცოლს დავაძინებ და გამოვალ. ვაიმე. რა? ნახე. მომეცი და ნახე, მიდი ნახე. ვერ ხსნი, ბგის ჭირდება შენი ხელი დროზე თითქოს. რა, ანუ შენ ეხლა რას მეუნები, ციაკო, რომ მე შენ გალოტო და მოდი გაგიხსნა ეხლა. შენ თითი დავადო ანაბე, შენ თუ ჩემზე მაგას ფიქრობ, მაშინ ჩვენ ურთიერთობა აზრი არა აქვს რა. მე წავედი. არა, ვასო, უბრალოდ. აი გეხვეწები უკვე რა, ამას რომ ადამიანი გაკადრებს უკვე აღარ მინდა. არა, ამოვიდა უკვე ყველაფერი ხელში რა. არ მინდა. გამომართვია შენ აჩქარი ქურთუკი. არა, ბუსა, შევარდ. მოიცა გეხვეწები რა, არ მევასებეს ეჭვიანი ცოლები და კარგად იყავი რა. ჩემი ფეხი არ იქნება ამ სახში 1-2 საათი. კაი, რა ბუსა, მოდი გთხო. აი, მენაყინე, მე შენ გიჩვენებს აირს. აი, რა შტერი ხარ რა. ოდი აქ შეეტრიე გაყოფილება. წამი ცოტა შეუძდელო კაცო. ავაი ბიჭო დაეგდე მან და თუ მადაწყე ხო ხარ ღირსი ამოგადღლიზოს კაცმა ენა ეს უძდელები ეს. რა დავაშავე? რა დააშავე კენ უგავიწნევა რომ პოლიციის განყოფილებაში ხარ შე. ამას უყური ამას ერთი ეს. ავიგე რომ პოლიციის განყოფილებაში ვარ, მაგრამ რა დავაშავე შეგიძლიათ რომ ამიხსნათ, ჰა? რამე გითხარით, ცუდად? მეტყოდი და ამოგაგლიჯავდი ენას და დაგაჭერდებდი ხე შეუძდელო, შე კლავიატურის ლომო შე. ის ხო კარგად იცი, უთითუ ვის რა დაუწერო, ჰა? უძდელო შე. რა გინდათ ხალხო, რა დავაშავე, ვის რა დაუწერე? რა გინდათ საერთოდ ამიხსენით? დავაშავე რა მე რისთვის დამიბარეთ და რისთვის მომიყვანეთ განყოფილებაში? არიცის ბიჭმა რა დააშავა, არიცის. კლავიატურაზე ბეჭდა ხო კარგად იცი. შეუძდელო. კლავიატურა შუაშია, კლავიატურაზე ბეჭდა. შუაში კი არა თავში, რო არიცი ვისა უნდა დაუწერო, კომენტარები და ვისა უნდა დაუწერო, ვინ უნდა გალანძღო და ვინ არ უნდა გალანძღო. შე არა კაცო, შენ. ერთი რომ მე რასაც მინდა იმას დავწერ, კაცო, ჩემ Facebook-ზე რა შუაშია ეგ? შენ ამას უყურე ბიჭო, რას ქვია, რა შუაშია და რას ქვია, ამას უყურე და ვის საქმე კი არა, რასაც დაწერ ჩვენი საქმეა პირველ რიგში ეს. ჩვენ გაყოფილ, შენ არიცი ზოგადად რომ დავამატეთ აქ სიძულვილის ენის დეპარტამენტი, კი ბატონო, შევქმნით ჩვენ სიძულვილის ენის დეპარტამენტი, სადაც ჩვენ ვიკვლევთ, ვინ ვის რა დაუწერა, ვინ ვის შეაგინა, ვინ ვის გალანძღა და ასე შემდეგ. ჩვენ ვიკვლევთ იქ ყველაფერს, გაიგე? შეუძდელო კაცო. მაგის გულისთვის რომ მოგარჭო 4000 ლარს ჯარიმას მე ნახავ შენ. რა ჯარიმას ხალხო თქვენ ნორმალურები ხართ? რა რის გამო 4000 ლარი მართლა თქვენი რაო რის თქვა გინდა მიდი თქვა მაღლა არა მე მგონი 4000 არ გეყო შენ და დაუმატე არაფერი პრობლემა კი არ არის ხა ჩემი Facebook-ი არის ჩემი სოციალური ქსელი არის პირადი სივრცე არის მე ვისაც რასაც მინდა იმას დავპოსტავ რა ეგ არის კონსტიტუციური უფლება არის აზრის გამოხატვის უფლება ეგ შენთვის არის სულ პირადი და შენი აზრის გამოხატვა შენთვის არის თორე ჩემთვის ეგა ჩვენთვის არის შემოსავლის წყარო მაქენა შეულო ფულს ამ სხვაგზე კი რა ვაჭამ ოჯახს გავიგე არა რა შეიგინები გალანძღებს ხაფსიო ეგრევე შემოვიდა ბიუჯეტში ოჯახი ეთიცეთი ხალხო რო ჯერ ესერთვის არაფერ ჯარიმას არ გადახტას მე არ ვაპირებ იმიტომ რომ არავისთვის არაფერი არ დამიშავებია არა რომელი ერთით დავიწყო მითხარ რომელი ერთით რომელიცაც გინდა თავრობის წევრებს ვაგინე თუ ის გამომწერები რო გალანძღე ეგ რომელი ერთით თავრობის წევრებს ვაგინე კაცო ჯერ რაღაც მინდა შევიგინები ჩემი მასე და ვინდა არა რა ანუ გამომწერებს ვაგინე არაფერი შენ ხო ყავს შენ რაღაც გვერდი გამომწერებ რამდენი 5000 გამომწერ ხო ყავს აა 6400 ხო მაგათ რო ვაგინე არაფერი მაგათ რა ვაგინე საიდან იგონებ შეხედე ბიჭო აი შეხედე სად არის
სად არის? აი შეხედი ამას. აი ამ კომენტარის გამო, აგერ აი ამ კომენტარის გამო დაგაშენებ ციხეს თავზე შენ. რის გამო ხალხო ციხე რის გამო უნდა დამაშენო თავზე ვეხუმრებით ერთი კომენტარი რო დავწერე რაღაცა. რა ერთი კომენტარი, ბიჭო, რამდენ ადამიანს ატკინე გული ამას შეხედე, რამდენ ადამიანს ატკინე გული შეხედა, ბოლოს ეგეც უარ გეყო, ეს ნახე მთელი შენი გამომწერები ერთ კომენტარში მონიშნე სუყელა და თქვენი დედა სუყელაში აგით 5000 გამომწერ. ეხლა 5000 გამომწერ. 4000 ლარს რო გავამრავლებ და ერთი 20 მილიონი რო გამოაჯარიმა, აი მე რა 20 მილიონი? მე ნახე. ნორმალურები თუ ხართ საერთოდ დავთაგე, უბრალოდ რომ ფოლოვერებს ენახათ, თქვენ ნორმალურები თუ ხართ, რა რის გამო უნდა დამაჯარიმოთ, არ გამაგიჟოთ, კაცო. კაი, ისა, მაგინებას თავი მინისტრი რო დაწყევლე, ამიხსენი მინისტრი. ერთი წყევლაც ის არის, კაცო, დასჯადი? დასჯადია, რა თქმა უნდა, აბა რა არის, დასჯადია. წყევლა რო 9-თაობაზე გადადის არის, იცი? ხო და აი 9-თაობის 4000-ს უდაგიან გამიშენ. მე ნახე შენ რა ჯარიმა მოგიწევ. შეახვა რო კაცო. რა 9-თაობის 4000-ს, კენო, ვარდები თუ ხო, აბა. რა გინე, ვერ გავი ეგრე? ჩემს მეზობელს რო ვაგინე წყალი ჩამოუშვა და რო ვაგინე ჩემს მეზობელს. რა, მაგის გამო უნდა დამაჯარებო? არა, ეგრე ზეპირ სიტყვიერად უფასოა. ეგრე არ არის პრობლემა. აბა მაინდა-მაინც უნდა დავპოსტო? მომისმინე ბიჭო შენ ერთამე ზეპირ სიტყვიერად ადამიანს უაგინებ, ის ერთ ყურს შეუშვებს, მეორეში გაუშვებს და პოსტის სხვა არ დაწერილს კითხულობ თელი ცხოვრება. იქ დრაქნას მე რეიმან. რა ვიცი, რაც უნდა ისქნას, კაცო, უბრალოდ. აი, რამეზე ხარ დაჯარიმებული ან ნასამართლები თუ ხარ? ვარ, ნასამართლები პირბადის გამო, ტროტუარზე დგომის გამო და გზა გადავკვეთე კიდე ორჯერ. შეხედე ბიჭო, შეხედე, მე ბიჭო ეს ახალგაზრდა კაცი კრიმინალად რო ჩამოყალიბდი. ცოტა მიხედე ბიჭო ცხოვრებას, მიხედე რაღაცა წაიკითხე, ისწავლე. თუ შეგირწვა. მე ჩამოყალიბდი კრიმინალად. შეგირწვა. აბა რაკენი ბიჭო, აბა რაკენი, არაფერ კანონ შენ არიცა, ვაგერ პირბადის გამო დაუჯარიმები ხარ ტოტოედო. შენ ხარ ბიჭო თუ შენ რა უნდა გითხრა, ისე თავრობის არც ერთი მიღწევები არ გაქვს, დალაიქებული და დაგურებული ეგ რას ნიშნავს? რა უნდა მილაიქები თავრობის მიღწევები? შეხედე ბიჭო, თუ არ ალაიქებ, ესე იგი კრიტიკულად განწყობილი, ამიტომ დაჯარიმდები შენ. ვინც მთავრობის მიმართ კრიტიკულად არის განწყობილი, ჯარიმას ვერასდება, რა ვქნათ ბატონო? რას ლაპარაკობთ, ხალხო, ერთი არ მინდოდა და არ დავალაიქე და არ დავალაიქებ. იქნება ჩემი პირადი გვერდი არის, რასაც მინდა, იმას დავალაიქებ და რასაც მინდა, იმას და მომისმინე შენი პირადი გვერდი არის, ჩემი შემოსავლით წყაროთქო გითხარი მე შენ ერთხელ. დააწერ სიძულვილი თენით არამის გინებით და 4000 ლარი კიდე დაემატება, არანაირი პრობლემა არ არის. ესეც აგერ მივაწერ. მოიცი, ერთი ჯამი, არაფერი იმას აკნა. მთელი დოსიე გაქვთ ისა გახსნილი თუ რა. ან ის კიდე გუში რო იმას აგინე, ლაივი რო ქონდა და მომხარებელს ის რო ვაგინე, ვიღაც რო იყო პროცესი, შენ შევძლი გამომწერი და რო დაამხე თავზე ყველაფერი, ეგ რა იყო? ვის ვაგინე, კაცო, ერთი კი, გუში ლაივში რო აგინეთ. იცით საერთოდ ვის ვაგინე? არა აქვს მნიშვნელობა, ვის აგინე დაჭადია. ერთი წუთი რანაირად არა აქვს მნიშვნელობა, აი. მაგის დედა მაგას მართლა კი უნდა всё, კაი, ეს ჯარიმა ჩახული არ ხო. ეგ გაუქმებული. გეხვეწებით, არ ჯარიმოთ, ეხლა მართლა აბსურდია ზოგადად, ეგ თქვენი დეპარტამენტის რაც შექმნით და ზოგადად არ ვარ მე დამნაშავე და ნუ დამაჯარიმოთ, გეხვეწებით რა. ბიჭო, მომისმინე, ეხლა 1-4000 ლარი იმ წყევლას დაგიწერე, 1-4000 ლარი გამომწერებს. მაგას ანუ იმ 5000 გამომწერს კიდე არ ვამრავლებ, ეხლა 20 და 20 მილიონს არ გიწერ. ერთზე გამოდივარ. 20 მილიონი ხალხო, ვის გამო? დაწყნარდა და შეიძლება იმ ჯარიმა თუ აგინა ციხეში. ანუ რა გამოდის რომ წყევლაც იჯარიმდება, გინებაც შეურ პოსტი ზოგადად, მაშინ რა გავაკეთოთ? აბა, მაშინ თქვენ მითხარით რა დავწერო, ჩამომიწერეთ რომ რა დავპოსტო და იმას დავპოსტო. ნებისმიერი რამე შეგიძლიათ დაპოსტოთ სალანძღავ გინების გარდა და შეურაცხყოფელი სიტყვების გარდა. ნებისმიერი რამე შეგიძლიათ დაწეროთ. არ არის პრობლემა. კარგით, მაშინ ეხლა რომ მე შევიდე Facebook-ში და თქვენ რო დაგიწეროთ რომ კომენტარი რო დაგიწეროთ, ჩემო ლამაზ თვალება, თვალე ფახულა და ულამაზესო არსება. გაგიხევ მაგ ლამაზ თავს ეხლა შენ. გამიგება დაწერე ერთ. აბა, ანუ დაემატება, არ არის პრობლემა. კომპლიმენტის გამოც თავი უნდა გამიხიოთ, კომენტარის გამო უნდა დამაჯარიმოთ და იმის გამო ციხე უნდა დამაშენოთ, თავზე საერთოდ რა ხდება, მაშინ რა ადამიანის აუგად მოხსენების გამო ჯარიმა არის, რო იწოდეთ თქვენ. მაშინ ერთი განცხადება მინდა გავაკეთო ეხლა თუ შეიძლება. მე მინდა რომ თქვენი ლამაზი თავი რო დავლოცო. ზოგადად მე მინდა შენ რო გიყურებ ესეთი ულამაზესი რო გაგაჩინა შენმა მშობელმა, შენი თავი მინდა რომ დაულოცო. მაგას დედაშენს და მამაშენს მინდა და მარტო შენ კი არ მინდა რომ დაგლოცო. შენი განყოფილების დეპარტამენტის უფროსი მინდა რომ დავლოცო. თუ არის აქ შევარ და დავლოცავ. ყველას დავლოცავ. მინისტრი მინდა რომ დავლოცო. ზოგადად მაგ კანონის მომფიქრებელს ვენაცვალე მე. მაგას თქვენ ხართ უკეთილშობილესი და ულამაზესები მე. თქვენ კეთილებო თქვენ. ჩაგალპობ ციხეში. საყვარლებო. ჩაგალპობ ციხეში. უსაყვარლესი. რა ამბავი რა არის? რა ხდება? აცადი კრიმინალი ბიჭო, რა გინდა შენ რა ხდება? ორი ადამიანი დავაკავეთ რა. ვინზე რა, ვინ დააკავეთ რაზე? გაუპატიურება ძალადობა და რა უყოთ.
ბიჭო, რა უნდა ვუყო, დააწერი ხელწელი და გააგდე, სახში არა გვაქვს ხა მაგის ადგილი, ხა გაუშვი. გაუშვი და ამას მოკიდე. ჩააგდე, საკაში არ გამოახედო, ღიში კი არა ნახო ამახო. არა, ხა პოსტებზე იგინება და ილანძღება. გააგდე ძალადობაზე. პოსტებზე? აბა რა კი იგინება, ბიჭო, თავრობითი. ერთი წუთი, ვისთვის ადამიანი მოძალადეს უშევდა კომენტარი. მომალადე, დავაი. კომენტარი გავწერე. კაბინებას შეაგდე და ის გაუშვი. ხელწელი დააწერინა და გაუშვი სამ. იპოვე ჩვენი არხი შენი ტელევიზორის პულტზე. მაგთი ნომერი 45. სილქნეტი 345. ახალი ქსელები 345. მარტივი 45.